ჩემი ტელეფონიც მათ აქვთ ერთ-ერთი, რომელიც ჩამომართვეს კი. ვეტყოდი მდინარაძეს, რომ უფრო მეტი პოსტივის, უფრო მეტი TV იმედის ჟურნალისტები გამოაგზავნეთ ადგილზე და რეალურად გააშუქეთ ის ვიდეო მასალები, რაც რეალურად ხდება ადგილზე. ის კი არა, რომ დღეს პროკურორმა რომ წარადგინა ვითომდან ნივთმტკიცებად ვიდეო მასალები უბრალოდ ალბათ მოსამართლეს ცოტა მოერიდა, თორე ისიც კი გაეცინებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი კადრები და აბსოლუტურად იქ არსებული ვითომ ჩემს საწინააღმდეგოდ რომ მოიტანა პროკურატურამ, რის გამოც ალბათ მოსამართლე მოიტანეს თქვენ საწინააღმდეგოდ. მოიტანა კადრები, მე ვიყავი და მე დამაკავეს თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კი ბატონო, და ამ ტექსტით მომართა ზუსტად პროკურატურამ, რომ აი ეს არის კი ბატონო თბილისის მოლის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა თბილისის მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი მცხეთის მიმართულებით, ქალაქიდან გასასვლელი სამოძრაო ზოლით, რომ ვიხემძვალებოთ, გასასვლელი ქალაქიდან შეფარდებულ ფერდზე ვიმყოფებოდი. რა დროსაც მოხდა ჩემი აყვანა, ამასაც ვიტყვი თუ რატომ მოხდა ჩემი აყვანა, მაგრამ იმ ვიდეო მასალებში არის უკვე მეორე მხარე, თუ საიდანაც ჩანს თბილისი მოლი მოპირდაპირე მხარეს, შემოსასვლელიდან, კი. და ამაზე რომ მე თვითონაც გამეცნა მოსამართლეს ლეპტოპში ანუ სხვა კადრები მოიტანეს. ანუ ეს რა კავშირშია მეთქი, რომ ანუ სადუჩანოა რა აქ. ანუ ეს რა ანუ რატომ მეთქი ეს მეთქი და აი აქ ხო იგინებოდნენო აქ ამ ეს კადრები როცა მოხდა გადაღება მე მანდ უკვე ნაცემიც ვარ მე მანდ უკვე დაკავებულიც ვარ და გადაყვანილი ვარ უკვე მაშინ რა ქვია იზოლატორში არა სამმართველოში დახედის სატკეცილზე ეს არის ძალიან ძველი კი არა შემდეგი კადრი რაც შეეხება ჩემ დაკავება მოხდა სიტყვა სიტყვით არც ერთი რაც მოსამართლესაც კი უთხარი არ მიჭირს იმის აღდგენა თუ როგორ ვითარდებოდა იმ მომენტში ჩემი დაკავების პროცესები. ვიყავი თბილისი მოლის მიმდებარედ, როგორც თქვი, მცხეთის მიმართულებით ტროტუარზე თავიდან დაიწყეს დაკავებები, ხედავდი ჩემს წინ ჩემამდე დააკავეს მელია, უგულავა და ჩემს მოპირდაპირე მხარეს მდგომი ფერდზე ოხონც მდგომი დააკავეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ქადაგიძე და ამ მომენტში ვიღაც შემაღლებულიდან რაციაში იძახის რომ მეგობრებო აქ ყველას გვიჭერენ აზრი არ აქვს და გადავიდეთ ისევ მოლთან ეს შეიძლება კადრებიც იყოს და დავიძარით უკვე მოლისკენ. მოლისკენ ტროტუარზე ვეღარ გავივლიდი ფაქტობრივად, იმიტომ რომ იმდენი ხალხი იყო, ჭყლეტვაში ვყვებოდი და მე მაინც ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე ავიწია ბორცვისკენ. ბორცვისკენ გავაგრძელე გზა, გავუყევი იმ ბორცვს და წინ დამხვდა უკვე არქი ჯგუფის შემოსაზღვრული ტერიტორია ჯებირებით. და იქ ფაქტობრივად ვეღარ გადავიდოდი, იმიტომ რომ ჩაღუბილი იყო და დავაპირე ისევ ტროტუარზე ჩამოსვლა. ამ დროსაც ვიხედები წინ ხდება ხარებას მანქანა, ხარება ნახევრად გადამოსული მანქანიდან და ვიღაცა ზევიდან, ჩემს ზევიდან იგინება ხარებას მიმართულებით. აი ეს პირდაპირ ზევიდან მიყურებდა, მანქანიდან მიყურებდა და ჩაჯდა მანქანაში რაციით გასწახა რომ ეგ მომიყვანეთ აქ თუ დააკავეთ ზუსტად ვეღარ ვიხსენებ ეს დასრულე წამებში ვითარდება ეს მოვლენები ეს დასრულებული არ აქვს და 4 დაახლოებით 4-5 ნიღბიანი პოლიციელები ფეხებში მწვდებიან და მათრევენ იმ როგორც ბორცვს ასევე ტროტუარს არანაირ გზასთან მე ხელშემწყობილობა არ მქონდა არანაირი ჩამომათრიეს იქ კი და მიგიყვანეს ხარებას ხო კი ანუ მანამდე სანამ ხარებასთან მიმიყვანდნენ გზაში არც ფეხი არ დაუკვლიათ და არც ხელი მირწყავდნენ გამეტებით იგინებოდნენ ხო რავი ძალიან ისე
და შემდეგ უკვე მოხდა ის რაც მოხდა თვითონ მასთან მიმიყვანეს აბა კიდე შეიგინეო ეგეც ეს ხარება გეუბნებოდათ თუ ეს დანარჩენები ხარებამ გითხრათ რამე ხარება თუ კარგად არ ვიცი ხა იქ უკვე მე თავი ჩახრილი მქონდა და ვცდილობდი რომ სახე დამეფარა რამენაირად და სახეზე არ დამტყობოდა ის ხა ამდენი დღეა სულ აქციებზე ვართ და სულ კი ვხედავთ იმ მოვლენებს რომ ყველას ერჩიან სახის მიდამოებში და ყველას სახეს ამტრევენ და მეც აი ეგ ვეცადე რომ მაქსიმალურად სახე დამეფარა და ვცდილობდი და გამოვიდა კიდეც და მე ერთადერთი ის იყო რომ განწირული ხმით ყვიროდი რასაც ქვია რომ შეგეშალათ მე არ ვარ ის და ტყუილად მცემთ და ტყუილა მიყავარ და არ ვარ და ამის შემდეგ ერთი ის იყო რომ ყურში მომხვდა გვერდიდან ერთ-ერთმა დაიძახა რომ ის რა ქვია არ დაარტყათ კამერებია აი კამერებმა იმ მომენტში დამასვენა და შვებით ამოვიდა. მაგრამ ხარებამ ჩაგარტყა. კი, თავისთავად წიხლი ჩამარტყა, კი, გვერდის არის აი აქ სადღაც წიხლი დამარტყა. ანუ წიხლი დაგარტყა და შემდეგ უკვე არა, შემდეგ უკვე ამომდო ხელმა ერთ კამერა ბიროაიდეს კამერებიაო და არ წამიყვანეს მატარეს წინ და უკან. რამოდენიმე მეტრი მოლისკენ წამიყვანეს და გზად სადღაც გამაჩერებდნენ იქ უკვე უშვერი სიტყვებით ილაძღებოდნენ დარტყმა აღარ იყო ერთმა გამოიწია დასარტყმელად და ამ ვინც მივყავდი იმან გადამიყვანა კიდე ცოტა წინ რა დროსაც ტელევიზიის თანამშრომლები ჟურნალისტები იყვნენ და ჟურნალისტებმა უთხრეს რომ მოგვეცით და ჩვენ ავიყვანთ აქვეო და არა მიმიყვანეს მე საპატრულო ეკიპაჟის მანქანასთან ერთ-ერთთან იქ ადგილი არ იყო და შემდეგ სხვა ეკიპაჟის მანქანაში ჩამსვეს და გადამიყვანეს მანქანაში ეს სახეზე დაზიანებები მაგ დროს მიიღეს სახეზე რაც ხო ეს კი და სხეულზე მაქვს კი აქ და ქვევით მაქვს ტანსარეში მაქვს დაზიანებები აი მამუკა მდინარაძე ეხა მაინც თუ გაიგებს რა მოხდა სინამდვილეში და ჩაარტყა თუ არა ხარებამ და კადრში რა ჩანს და რა არ ჩანს არა, არ ვიცი, ხა ეს არის მართლა უტიფრობა, კი? მე დღეს სასამართლოზეც და იქაც ხელს რო უწერდი ჩვენს მიმართ, რამე ხო არ გაქვს პრეტენზია და რაღაც ყველას მოუწერე, არა, ასე ვარაკოთ, მაგრამ ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან ის პატრულ ინსპექტორები, რომლებიც დღეს ჩემ თვალწინ იდგნენ და უტიფრად ვიტყუებოდნენ, რომ მათ დამაკავეთ და ცირკი და კომედია ზუსტად ეგ იყო სასამართლო პროცესზე, როცა პატრულ ინსპექტორმა ფიცი დადო რომ იტყოდა სიმართლეს და ამ დროს მოყოლა დაიწყო იმით რომ მე დავაკავე და მე დავადე ხელბორკილები რა თავისი განმარტების შემდეგ ადვოკატმა დაუსვა კითხვა რომ თქვენ რანაირად დააკავეთ თქვენ ხო მანქანაში ჩაგისვესო და ხო უკაცრავად გედედეს თანამშრომლებმა მოიყვანეს ჩვენამდე იქიდან გამომდინარე რომ ბევრი იყვნენ ეგენიო თუ რაღაცა მსგავსი აი კომედიური ხო ნუ ვიცი ხო არ ვიცი ტრაგედია ალბათ უფრო